მოგესალმებით, მადლობა რომ გვისმენთ მთელ საქართველოში და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედი.ჯი, MyVideo.ჯი, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე და რადიო იმედის Facebook გვერდზე. მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს მიმოვიხილავთ და ჩვენი სტუმარი გახლავთ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ხელაძე. მოგესალმებით, ბატონო ირაკლი, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ბატონო ირაკლი, საუბარი დავიწყოთ ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებაზე. ჩვენ მსმენელს საშუალება ჰქონდა მოესმინა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის, მან თქვა, რომ 26 მაისთან დაკავშირებით მოსაოდნელია გარკვეული პროვოკაციები, სიტუაციის რადიკალიზაცია და პროცესები, რომელიც პრინციპში ჩვენთვის ნაცნობია. გადავალოთ ცვალს იგივე ცოტა ხნის წინ 9 აპრილის დღეს და თარიღს არ მიეცათ შესაძლებლობა ადამიანებს მემორიალთან მისვლის. როგორ ფიქრობთ, როგორ იქნება 26 მაისი ოშაბაც როგორ ჩაივლის სიტუაცია ქვეყანაში? მივესალმები პირველ რიგში თქვენს რადიო მსმენელებს. ის ჯგუფი, რომელიც ამ ტიპის განცხადებებით გამოირჩევა, ვერ ეგუება იმ მდგომარეობას, იმ რეალურ მოცემულობას, რაც დღეს მათ უდგათ დღის წესრიგში. საბედნიეროდ მიუხედავად იმ ცდილობებისა, იმ განცხადებებისა, 26 მაისი ჩაივლის ძალიან მშვიდ ვითარებაში. ჩვენ მკაცრად ვაფრთხილებთ ყველას, ვისაც ამის სურვილი ექნება, რომ ესეთი საერთო სახალხო დღესასწაული ღონისძიება ჩაშალოს საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ყველა შემთხვევას ექნება ძალიან მკაცრი პასუხი გაცემული. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ საზოგადოება საკმაოდ დიდი რაოდენობა გამოვა ამ ღონისძიების აღსანიშნავად და ყველაფერი ჩაივლის ძალიან მშვიდ გარემოში. საბედნიეროდ დღეს უკვე გვაქვს ისეთი პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში, რომ დღის წესრიგს კარნახობს არა ის რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც სულ სხვა მიზნები აქვს განსხვავებით ქართული ოცნებისგან და ამის უზრუნველყოფას ქართული ოცნება, დღევანდელი ხელისუფლება, შესაბამისი სამსახურები აუცილებლად მოახდინებს. თქვენ რადიკალური ოპოზიცია ახსენეთ და მათი საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის სხდომებს უყურებთ ფაქტობრივად ამის ყოველ დღე და არის ერთგვარი ლუსტრაცია პირდაპირ ეთერის რეჟიმში. საზოგადოებამ შეიტყოს მათ შორის იმ ფაქტების შესახებ, რომელიც შეიძლება მათ არ იცოდნენ. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო ჩვენთვის იმედის თანამშრომლებისთვის, იმიტომ რომ სწორედ ტელერადიო კომპანია იმედის საკითხი განიხილებოდა 7 ნოემბრის დარბევა. როგორ ფიქრობთ, რა შესაძლებლობებს იძლევა კომისია იმ მხრივ, რომ საზოგადოებას დაანახოს პროცესი კიდევ უფრო ვთქვათ ახლოს. ჩვენ არაერთი ძალიან მძიმე ისტორია მოვისმინეთ, კომისია მუშაობას აგრძელებს. საბოლოო ჯამში კომისიის მუშაობის შეფასებას გთხოვთ და ასევე რა მოლოდინი გაქვთ თქვენ მიხედავთ? პირველ რიგში ალბათ ყოველდღიურად დასტურდება ის, რომ ამ კომისიის შექმნა იყოს სწორი გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგად ახსოვს საზოგადოების გარკვეულ ნაწილს თუ რა ხელწერა ქონდა ნაციონალური მოძრაობის რეჟიმს, რა მეთოდებით უსწორდებოდა საკუთარ მოქალაქეებს, კიდევ ერთხელ ამის გახსენება და ამ ფორმატში უკვე საგამოძიებო დროებით საგამოძიებო კომისიის ფორმატში უშუალოდ იმ ადამიანებისგან იმ ამბების მოსმენა, რაც მათ თავს გადახდათ, რაც მათ დაატეხეს თავს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ზოგადად მაშინდელი რეჟიმი ორიენტირებული იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე, გაენადგურებინა, გაეუბედურებინა საქართველოს მოქალაქე, დაეთესა ტოტალური შიში საზოგადოებაში. სამწუხაროდ ახალგაზრდების გარკვეულ ნაწილს ამის შესახებ ინფორმაცია არ ქონდა, თუმცა ეს ფორმატი უზრუნველყოფს იმას, რომ თუნდაც იმ ნაწილისთვის, რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვს ბოლომდე ინფორმაცია თუ რას წარმოადგენდა სააკაშვილის რეჟიმი, მოისმინოს, გაიგოს და შემდეგ უკვე ამის სამართლებრივი შეფასებაც ნახოს. საგამოძიებო კომისიის მუშაობა ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ ერთხელ და სამუდამოდ იმ ჩადენილი დანაშაულებებისთვის, რაც ჩაიდინეს 2003
2012 წლებში მაშინდელმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაირქვას თავისი სახელი და ნაციონალური მოძრაობა ესე კოლექტიურად გამოცხადეს დამნაშავე რეჟიმად და ასევე მათ გაუქრეთ სხვა შესაძლებლობები ეგრეთ წოდებული მემკვიდრე პარტიების შემთხვევაში რომ საერთოდ ვეღარ მიიღონ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ დროთა განმავლობაში ჩვენთან პოლიტიკური პროცესები გაჯანსაღდეს, გამოჩნდნენ ახალი პოლიტიკოსები, ახალგაზრდა პოლიტიკოსები, რომელთა мотиваციაც იქნება კონსტრუქციული ოპონირების რეჟიმი და ორიენტირება იმაზე, რომ მართლა ოპოზიციამ და ხელისუფლებამ რაღაცნაირად გამონახოს საერთო ენა, კონცენტრირდნენ იმ საკითხებზე და იმ პრობლემებზე, რომელიც აუცილებლად უკეთესი ხვალინდელი დღის მომტანი იქნება ჩვენს ქვეყანაში. რეჟიმის წარმომადგენლებისგან სიტუაციის არევის არაერთ მცდელობას ახლაც ვხედავთ, ისინი განსაკუთრებით აზიანებენ ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე. ამ კონტექსტში მინდა ვიკითხო ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან მიმართებაში ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა თქვა, რომ მარტივი შესაძლებელია ჯო უილსონის დამოკიდებულება და საქმიანობა. მთავარი მიზანი მისთვის არის ის, რომ საქართველოსთან მიმართებაში იყოს მცდარი, უსაფუძვლო და ნეგატიური დამოკიდებულება. პრეზიდენტ ტრამპს კი პრემიერ-მინისტრმა ღია წერილით მიმართა. ზოგადად ადმინისტრაციის ცვლილების შემდეგ ჩვენ მოლოდინი გქონდა მთელი ხნის განმავლობაში, რომ ეს ურთიერთობები გადაიხედებოდა. ახლა რა ეტაპზეა, რომ გითხრათ ეს ურთიერთობები, რა მოლოდინები გაქვთ თქვენ საერთაშორისო მიმართულებით, მათ შორის ამერიკასთან მიმართებაში? ჯერჯერობით ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში. პრემიერ-მინისტრის ღია წერილი სწორედ ამას ემსახურებოდა, ამას ჰქონდა გარკვეული თავისი წინაპირობა. თქვენ იცით, რომ ძალიან დიდი თანხმედრაა დღევანდელ ტრამპის ადმინისტრაციასა და ქართული ოცნების პოლიტიკას შორის, როგორც ჩვენ, ისე ამერიკის პრეზიდენტმა დაახლოებით ერთი შინაარსის, ერთი ხასიათის საარჩევნო კამპანია წარმართეთ. სამწუხაროდ ჩვენ გქონდა მოლოდინი, რომ დღემდე ის ჩვენი ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის გადაიხედებოდა, გადაიტვირთებოდა. თქვენ იცით და საზოგადოებაც ამას თვალყურს ადევნებდა, რაოდენ დიდი იყო ინტერესი საქართველოსთან მიმართებაში. წინა საარჩევნო პერიოდში, წინა ადმინისტრაციის პირობებში თითქმის ყოველი დღე იწყებოდა ხელისუფლებაზე თავდასხმებით, ასანქცირებდნენ ჩვენ მაღალი თანამდებობის პირებს, უაპელაციოდ ყველანაირი ობიექტური დასაბუთებების გარეშე უბრალოდ ეს ყველაფერი ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს. მაშინდელი პოლიტიკური პროცესებზე მოეხდინათ გავლენა და ქართული ოცნება ჩამოეშორებინათ ხელისუფლებას. საბედნიეროდ ქართულმა ხალხმა სწორად შეაფასა მოვლენები და ქართულ ოცნებას კიდევ ხელახლა მიცა ქვეყნის მართვის სადავეები, გამოუცხადა ლეგიტიმაცია და დღეს უკვე ჩვენ ველოდებით იმ ახალ ურთიერთობებს, რაზეც ძალიან ბევრი რამე იქნება დამოკიდებული, ჩვენ არ ვითხოვთ არაფერს ისეთს, რაც არ გვეკუთვნის ქართულ ხალხმა და საქართველოს სახელმწიფომ. ძალიან ბევრი რამ გააკეთა, მათ შორის ამერიკის ინტერესებისთვის. ბევრი წლების განმავლობაში ამ ღია წერილში, სადაც პრემიერ-მინისტრი საუბრობდა პოზიტიური მოლოდინების შესახებ, მოყვანილი იყო ის ფაქტები, რომ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი, რომელმაც სისხლიც და სიცოცხლე ადამიანების სიცოცხლეც გაიყო იმისთვის, რომ საერთაშორისო წესრიგის დამყარებაში მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღო. ჩვენ გამომდინარე აქედან იმედს ვიტოვებთ, რა თქმა უნდა, არის იმის შესაძლებლობა, რომ სუფთა ფურცლიდან დაიწყოს ახალი ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. იმ პარტნიორობის ფარგლებში თქვენ იცით, რომ წინა ადმინისტრაციამ სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. ერთ-ერთი ყველაზე სანდო და საიმედო დასაყრდენი, ვინც შეიძლება ამერიკისთვის განიხილებოდეს, ეს არის საქართველო. და ჩვენ აუცილებლად
ალბათ მივალთ იმ ეტაპამდე, რომ უკვე ახალ ურთიერთობებში ძალიან ბევრ რამეს შევცვლით. ამოლოდინი გაქვთ ეს ღია წერილი, რა შეიძლება ვთქვათ, ემსახურებოდეს, რა შეცვლის, თუნდაც იგივე მეგობარ აქტთან მიმართებაში. ეს აქტი თავისი შინაარსით მეგობარი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ რადიკალური ოპოზიციისთვის. ამ აქტში მეგობრული არც ხასიათია, არც შინაარსია, არც რომელიმე კონკრეტული საკითხია, ეს ყველაფერი განკუთვნილია იმისთვის, რომ ისევ და ისევ საერთაშორისო ასპარეზიდან ზეწოლა განხორციელდეს იმ აგენტურის საშუალებით, რომელიც ცდილობს ესეთი აქტებით, რეზოლუციებით ზეწოლა განახორციელოს საქართველოს ხელისუფლებაზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ დროთა განმავლობაში ეს გარკვეული წნეხიც მოიხსნება, გამომდინარე იქიდან, რომ გარკვეულწილად დღისწეს საერთო პოლიტიკური დღესასრიგი იცვლება მსოფლიოშიც. ამერიკის ადმინისტრაცია რა განცხადებებსაც აკეთებდა ზოგად საკითხებთან მიმართებაში, ამას აუცილებლად კონკრეტული რეაგირებები უნდა მოახდინოს. ახლა ჯო ვილსონი კონკრეტულად რა მავნებლურ აქტს გამოაქვეყნებს, რაშიც $1000 იქნება აღებული, რომელიც ფარას დოკუმენტებით დასტურდება, რომ ერთი პოსტის განთავსებაში ეს ადამიანი კონკრეტულ თანხას ღებულობდა. ჩვენ ასეთ რაღაცებს ყურადღებას არ ვაქცევთ, ვინაიდან ჩვენ გვინახავს ძალიან ბევრი რეზოლუცია, სადაც დამნაშავე რეჟიმის სიკეთეებზე და ადამიანის, რომელმაც მართლა რეალური ცვლილებები მოიტანა ქვეყანაში და ქვეყანა იხსნა უბედურებისგან, ბატონ ბიძინა ივანიშვილს გულისხმობ, მის დასანქცირებაზე და ავიცი 1000 უბედურებაზე საუბრობდნენ, ასე რომ დიდად ამ აქტებს და ამ რეზოლუციებს ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ გვაქვს მკაფიო პოლიტიკური დღესწესრიგი, რომელიც მიმართულია იმაზე, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, სუვერენიტეტის განმტკიცებით და დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდით უნდა მართოს ქართული სახელმწიფო. კი ბატონო, კიდევ ერთ საკითხზე მინდა გადავიდეთ. 5 თვეზე ცოტა დრო რჩება არჩევნებამდე. პრემიერი აცხადებს, რომ პარტია სრულად არის მობილიზებული, რომ მე-10 საიუბილეო გამარჯვება შედგეს. ამასობაში ოპოზიციონერი ცოტნე კობერიძე ამბობს, რომ მას აქვს განცდა, რომ ახალი არჩევნებიც რომ იყოს, მაინც წავაგებთ, რომ პრობლემა რაღაც სხვაშია, ნდობის დეფიციტია, ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებს. როგორ ფიქრობთ, როგორი ზაფხული გვექნება პოლიტიკური თვალსაზრისით, რას აკეთებს ხელისუფლება იმისთვის, რომ რაც ითქვა, მე-10 საიუბილეო გამარჯვება შედგეს და ამ ფონზე ვთქვათ, როგორ წარმოგიდგენიათ პროცესი თავად რადიკალურ ოპოზიციაში, ისინი ჯერ ჩამოყალიბებულები არ არიან სრულად რას იზამენ, ვთქვათ, ვინ მიიღებს მონაწილეობას, რამდენად შესაძლებელია, რომ ეს ტემპერატურა აიწიოს და რა ფაქტორებზეა კიდევ დამოკიდებული, რომ ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ისინი თავად ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს, მათ აუცილებლად უნდა უკარნახონ და ჯერჯერობით ეს, ვთქვათ, მითითებები არ ჩანს. ოპოზიციის მონაწილეობა, არ მონაწილეობა ალბათ დამოკიდებულია იმ საერთო პატრონზე, რომლის ვერტიკალშიც მოიაზრებიან და იგულისხმებიან დღევანდელი ოპოზიციური პარტიები, დიდად რომ გითხრათ, მნიშვნელობა აქვს, მიიღებენ თუ არ მიიღებენ და ეს მოახდენს თუ არა პროცესზე გავლენას. ჩემის აზრით ძალიან მშვიდ ვითარებაში ჩაივლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოსამზადებელი პროცედურები და ეტაპები. ქართული ოცნება უკვე აქტიურ ფაზაში გადადის მოსამზადებელ სამუშაოებში. თქვენ იცით, რომ ჩვენ აუჩით ახალი პარტიის თავმჯდომარე, დაწყებულია პარტიული სამუშაოები და აუცილებლად ჩვენ გეგმავთ, როგორც პრემიერმა აღნიშნა, მე-10 საიუბილეო გამარჯვებას. რაც შეეხება ოპოზიციას, თუ ვინმეს ინტერესში უნდა შედიოდეს არჩევნებში მონაწილეობა, ალბათ პირველ რიგში მათ ინტერესში უნდა იყოს ეს, თუმცა ამდენი ხანია ისინი არიან გადასული საბოტაჟის რეჟიმში, იძახიან, რომ არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა საერთო ჯამში, როდესაც მოუვათ დავალება და ეტყვიან, რომ უნდა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, ისინი ამას აუცილებლად გააკეთებენ.
თუმცა ელექტორატზე ვსაუბრობთ ხოლმე. ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტულმა თქვა პარტიამ იცოდეს ვინ არის მისი ამომრჩეველი. ეს დაბნეულობა საბოლოო ჯამში როგორ მუშაობს ამომრჩეველზე. რომ გითხრათ და არის თუ არა დაკვეთა, თუნდაც მათი ამომრჩევლების მხრიდან ის რომ 4 ოქტომბერს მათი სახელი და გვარები იხილოს. სავარაუდოდ მათ არაერთხელ გამოუცხადა ამომრჩეველმა ნდობა, თუმცა ბოლო პროცესებმა ჩვენ გვანახა, რომ ისინი არ აქცევენ ამ კონკრეტულ შემთხვევას ყურადღებას, მათ ჰქონდათ კარგი შესაძლებლობა საქართველოს პარლამენტში გამოიყენებინათ საკმაოდ მაღალი ტრიბუნა, ესაუბრათ ამომრჩეველებზე, გაეწიათ ოპონირება ხელისუფლებისთვის, თუმცა მათთვის სხვა რამეს აქვს უფრო დიდი მნიშვნელობა, მათთვის ამომრჩეველს ფასი არ აქვს, მათთვის გაცილებით დიდი მნიშვნელობის არის ის დავალება, რაც მოდის გარედან და მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად აისახება შედეგებზე ოპოზიციასთან მიმართებაში, სავარაუდოდ მათი ნდობა, რაც არაერთხელ გაუწრუეს საზოგადოებას, ბოლო პროცესები როგორ იმოქმედებს ამ განახლებებული. ხო, ეს უნდა მეკითხა ზუსტად ეს პროცესები, გინდა არ გინდა საბოლოო ჯამში მაინც ითვლება და განსაკუთრებით მკაფიოა ხოლმე, როდესაც არჩევნებზე შემდეგ უკვე შედეგები ქვეყნდება. მიმდინარე ეს პროცესები არის იმ მაყურებლებიც ვართ, რასაც ფაქტობრივად ყოველდღე ხვდებით და ვეჩეხებით, რა გავლენას მოახდენს, როგორ ფიქრობთ? ხშირად მსმენია, რომ ვთქვათ შეიძლება პირიქით, ანუ დაასხას ხელისუფლების წისქვილს წყალმა ამ პროცესების უბრალოდ აი ამ დაბნეულობის, უგეგმობის გამო. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ? ჩვენ დღევანდელ სიტუაციას თუ შევხედავთ, თუ ვინმეა გაქრობის რეჟიმში და მილევად რეჟიმში, ეს არის ოპოზიცია. საბედნიეროდ მათ ვერ შეძლეს და ვერ აიყოლიეს ხალხი იმ მზაკრული ჩანაფიქრების განხორციელებაში, რაც ემსახურებოდა დეკემბრის აქციები. თქვენ იცით, რომ საკმაოდ რთული პერიოდი გაიარა ქართულმა სახელმწიფომ. დღევანდელი მოცემულობით, რასაც ვხედავთ, ჩვენ ამასთან დაკავშირებით შეფასება რაც შეიძლება გაკეთდეს, საერთოდ ძალის გარეშე არიან დარჩენილები. საპროტესტო მუხტი გამქრალია, საერთაშორისო მხარდაჭერაც ალბათ შესაბამისი ფიზიკურად ვეღარ აქვთ, იმიტომ რომ ბევრი რამეა გარეთ შეცვლილი და ზოგადად ხალხის განწყობებსაც თუ შევხედავთ, არასდროს არ გამოირჩეოდნენ ისინი განსაკუთრებული მხარდაჭერით, მაგრამ ის ნიჰილიზმი, რაც მათივე ქცევებს მოყვა მათივე ამომრჩეველში, სავარაუდოდ ძალიან დიდ გავლენას მოახდენს მათივე საწინააღმდეგოდ თვითმმართველობის არჩევნებში. და ბოლოს გითხავთ, რას გააკეთებს ხელისუფლება, ან იმისთვის, რომ მეათე საიუბილეო გამარჯვება შედგეს, და იქნება, ვთქვათ, თავარი საკვანძო საკითხები, რასაც შეეხებით, რაც აღმოჩნდება თქვენს წინასაარჩევნო ჩამონათვალში, რის გამოც საზოგადოებამ მხარი უნდა დაგიჭიროთ. საზოგადოებამ კარგად ნახა წინა წლებში და დღესაც კარგად ხედავს თუ როგორ რეაგირებს ქართული ოცნება ამა თუ იმ პრობლემასთან დაკავშირებით. თვითმმართველობის არჩევნები ყოველთვის გამოირჩევა თავისი კონკრეტული სპეციფიკით, ვინაიდან თვითმმართველ ქალაქებს და მუნიციპალიტეტებს უწევთ უშუალოდ პირველი ასე რომ ვთქვათ, პირველი რეაგირება იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ხალხს აწუხებს. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი საარჩევნო სლოგანი იქნება, რაც შეიძლება კიდევ უფრო მეტი პრობლემის მოგვარება, კიდევ უფრო მეტი საჭიროების დაკმაყოფილება, როგორც ადამიანებისთვის, ისევე ქალაქებისთვის, კიდევ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, კიდევ უფრო მეტი ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების დანერგვა და გამრავალფეროვნება და ზოგადად რაც ეხება თვითმმართველობას, რა საკითხებიც არის აქტუალური თვითმმართველობისთვის, აი ზუსტად იმ კონკრეტული სამუშაოების შესრულებას. წარმატებებს გისურვებთ. წინასწარ გილოცავთ 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს თქვენს და ჩვენს მსმენელსაც და მაყურებელსაც. ჩვენ დავასრულეთ დღის არხი, ჩვენ სტუმართან ერთად საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ხელაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის.